მოგესალმებით ტაქტიკალი სივრციდან. აღნიშნული ვიდეო შეეხება უკვე ჰოლოგრაფიულ სამიზნე მოწყობილობებს. ჰოლოგრაფიული სამიზნე მოწყობილობები კოლიმატორული სამიზნე მოწყობილობების ერთგვარი ბიძაშვილი არის. თვითონ მუშაობის პრინციპით, ასე თუ ისე ახლოს დგანან ერთმანეთთან, მაგრამ საკმაოდ სერიოზული, ასე ვთქვათ, ტექნიკური და ტექნოლოგიური განსხვავებებია თვითონ დამზადების კუთხითაც, კონსტრუქციის კუთხითაც და მუშაობის პრინციპითაც ასევე. თუ კი კოლიმატორული სამიზნეების შემთხვევაში ხდება LED, ასე ვთქვათ, დიოდიდან პირდაპირ ერთჯერადი არეკლა, სარკული არეკლა, ამ შემთხვევაში ჰოლოგრაფიული სამიზნეები განსხვავდება იმით, რომ ჰოლოგრაფიულ სამიზნეებზე ხდება ჰოლოგრაფიული გამოსახულების გამოსახვა და ამ შემთხვევაში ჰოლოგრაფიული სამიზნე ბევრი სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს და გავრცელებული არის უფრო ჯვარი ან უფრო ესეთი მრგვალი ფორმის სამიზნეები, შუაში წერტილი, თან შეიძლება იყოს წერტილის გარეშე, თან შეიძლება ჯვრითაც იყოს, ბევრი სხვადასხვა კონფიგურაციები არსებობს. კოლიმატორებისგან განსხვავებით ჰოლოგრაფიული სამიზნეები არის ესეთი უმეტეს შემთხვევაში მართკუთხედის ტიპის არის, მართკუთხედის ფორმის არის მისი, ასე ვთქვათ, ამრეკლი ნაწილი და მასში, ასე ვთქვათ, თვითონ ჰოლოგრაფიული გამოსახულების გენერირებას ახდენს ლაზერი. ლაზერის, ასე ვთქვათ, მინათებით ხდება პირველადი არეკლა და პირველადი არეკლის შემდეგ მცირე სარკიდან ხდება მეორადი და მესამედი არეკლები, როგორც ასე ვთქვათ, კოლიმატორული პრინციპის არეკლა, ასევე ხდება სპეციფიური ჰოლოგრაფიულ ცხაურზე არეკლა. რეფლექტორის პრინციპით ხდება, ასე ვთქვათ, აი ამ ლაზერიდან, ასე ვთქვათ, წამოსული გენერირებული სხივის ზომაში გადიდება და საბოლოო ეტაპზე უკვე ორჯერადი ან სამჯერადი არეკლის შემდეგ გააჩნია როგორ ტიპის ჰოლოგრაფიულ სამიზნეზე არის საუბარი, ხდება ჰოლოგრაფიული გამოსახულების მიღება. ჰოლოგრაფიული სამიზნეების მთელი პლუსი კოლიმატორებთან შედარებით არის ის, რომ ზომაში შედარებით უფრო დიდები არის, მისი ეს ნაწილი, სადაც ვთქვათ, ვიყურებით და ვუყურებთ, მიზანი შედარებით უფრო დიდია, ფართობის დიდი არის, უმეტეს შემთხვევაში მართკუთხედის ფორმის არის, როგორც გითხარით. და მეტი ფართობის კონტროლი შეიძლება სამიზნის გარშემო, ვთქვათ, მიმდებარე ტერიტორიაზე და მიზნიდან მიზანზე სიცხლის გატანაც შედარებით უფრო გამარტივებული არის. პლუს ამას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მომენტი, რომელიც დიდწილად გადამწყვეტი პლუსით შეიძლება იყოს ხშირ შემთხვევაში ჰოლოგრაფიული სამიზნეების სასარგებლოდ. სამზრუნველო სიტუაციაში სიტყვაზე ნამსხვრევების აფეთქების შედეგად წარმოქმნის სხვადასხვა დამაზიანებელი ელემენტის შედეგად შეიძლება იქნას დაზიანებული ეს ჰოლოგრაფიული სამიზნე, შუშაზე არის თვითონ საუბარი და შუშის ნახევარი ან სიტყვაზე 70%-იც თუნდაც დაიბზაროს, დაიმსხვრეს და ვეღარ ვახერხებით მაშინ გახედავს, ის მცირე ნაწილი, რომელიც გადარჩება, აი მცირე ნაწილზე გააკეთებს ლაზერი თვითონ აი მის ლაზერული სხივის გადატეხვის შედეგად აი ამ ჰოლოგრაფიული გამოსახულების გამოტანას. ეხლა აქ გამოჩნდება აი ამ დაზიანებული ჰოლოგრაფიული სამიზნის შემთხვევაში როგორ ხდება ცენტრიდან სხვა მიმართულებით, ანუ აი ამ შუშის გადარჩენილ ნაწილზე ჰოლოგრაფიული გამოსახულების გამოსახვა და შესაბამისად ასეთ სიტუაციაში დამიზნება მეტნაკლებად შესაძლებელია, გამოგვალ სიტუაციაზეა საუბარი, როდესაც სამიზნე, ასე ვთქვათ, დაზიანებული არის. კოლიმატორული სამიზნეებისგან განსხვავებით, სადაც LED ნათურა გამოიყენება გამოსახულების მისაღებად, ჰოლოგრაფიულებზე იხმარება ზოგადად ლაზერი და ამ ჰოლოგრაფიული გამოსახულების მიღებაზე შედარებით ენერგია მეტი იხარჯება. შესაბამისად, ესეთი სხვადასხვა ტიპის ჰოლოგრაფიული სამიზნეების ელემენტი, ბევრად უფრო სწრაფად ჯდება, ვიდრე კოლიმატორული სამიზნეების და LED დოტების შემთხვევაში არის. თვითონ გაბარიტული ზომებიც რო ავიღოთ და წონებიც რო ავიღოთ, კოლიმატორები ზოგადად და თუ ძალიან დიდ კოლიმატორებზე არ არის საუბარი და შედარებით პატარა ზომის ჰოლოგრაფიულზე თუ არ არის საუბარი, ჰოლოგრაფიული სამიზნეები ყოველთვის უფრო დაახლოებით ერთდაიგივე ზომაში, ჰოლოგრაფიული სამიზნეები ყოველთვის უფრო შედარებით მძიმე არის ხოლმე და საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვნად ამ მძიმებს იარავს, თუმცა ამ სიმძიმეს თავისი მთელი რიგი პლუსებიც ახლავს თან, რაც ჰოლოგრაფიულ სამიზნეებს ახასიათებთ LED დოტებთან შედარებით. თვითონ გამოსახულება ეხლა არ ვიცი რამდენად ჩანს, მრგვალი, ასე ვთქვათ, წრე არის ნაპირებში დანაყოფებით, ხშირ შემთხვევაში ასეთები არის ხოლმე გავრცელებული
ძალიან მარტივად ესეთი ფიგურა, ეხლა აქ ვიდეოშიც გამოჩნდება, როგორი გამოსახულება აქვს სიტყვაზე აი ამ Razor-ის, Vortex Razor-ის ტიპის ჰოლოგრაფიულ სამიზნეს ძალიან მარტივად იძლევა საშუალებას სამიზნის მიზანში სწრაფი ამოღებისა. და განათების ასე ვთქვათ დღის სხვადასხვა პერიოდში სიტყვაზე სხვადასხვა ამინდის შემთხვევაში შესაძლებელია აი ამ კონკრეტული სამიზნე ჰოლოგრაფიული სამიზნე გამოსახულების სიმკვეთრის რეგულირება დაბალიდან მაღალზე რა. სიტყვაზე ძალიან განათებულ ამინდი როდესაც არის და მზიანი ამინდი არის მაქსიმალურად უნდა იქნას აწეული რომ მოხდეს მისი ასე ვთქვათ კარგად დანახვა და შედარებით ცუდი ამინდის პირობებში ან შებინებულზე შედარებით დაბალ სიმძლავრეზეც ჩვეულებრივად შეიძლება მისით მუშაობა. ჰოლოგრაფიულ სამიზნეებთან ერთად სხვადასხვა იარაღზე კოლიმატორების მსგავსად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მაგნიფაიერები ტანდემში და ამ ნაწილს უფრო აი მაგნიფაიერების მიმოხილვასაც გავაკეთებთ და მან შევეხებით. თვითონ ჰოლოგრაფიული სამიზნეები როგორ ტიპის იარაღზე არის მეტნაკლებად ასე ვთქვათ მიზანშეწონილი, უმეტესად ჰოლოგრაფიული სამიზნეები კარგი არის სრული ზომის იარაღზე, რომელსაც ასე თუ ისე სრული ზომის საერთო ჟაშხანა აიღოთ M4 მაგალითად სტანდარტულ კონფიგურაციაში, რომელსაც მეტნაკლებად სრული ზომის პიკატინის რელსი აქვს, მაგრამ შესაძლებელია ასევე გამოყენებული იქნას პატარა იარაღზე, როგორც არის მაგალითად პატარა ზომის სხვადასხვა ტიპის პისტოლეტ, ტრიამფქვევები. ასეთ შემთხვევაში იარაღი რაც უფრო მოკლე არის, მიზანშეწონილია, რომ ჰოლოგრაფიული სამიზნე შედარებით პატარა და პატარა იყოს, ამ შემთხვევაში აი ესეთი ეუტეჩის ესეთი კონკრეტული მოკლე ჰოლოგრაფიული სამიზნეების სერია უფრო შედარებით გამართლებული არის. პლუს ამას თუ ჰოლოგრაფიულ სამიზნესთან ერთად გვინდა დავამაგროთ სხვადასხვა ტიპის მაგნიფაიერი, ზოგადად მოკლე ჰოლოგრაფიული სამიზნე ჯობია და თვითონ მაგნიფაიერიც თუ იქნება მოკლე. ბევრი სხვადასხვა კონფიგურაციის არსებობს და რა თქმა უნდა მაგნიფაიერის და ჰოლოგრაფიული სამიზნის ამაღლება, ამის ფეხის და მაგნიფაიერის ფეხის სიმაღლეები მეტნაკლებად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთთან და უნდა იყოს თავსებადი. სხვანაირად პრაქტიკაში ვერ იმუშავებს ნორმალურად. ზოგადად ჰოლოგრაფიული სამიზნეები ძალიან ესეთი დიდი სფერო არის, ძალიან ფართო საუბრის სფერო არის. დავესწრებით, რომ შემდეგში გადავიღოთ ვიდეოები, სადაც უკვე კონკრეტული ნიმუშები, კონკრეტული მოდელები და მათ ტექნიკური მახასიათებლები იქნება მიმოხილული.